არის და ამ დროს ეს მე ისე მეკვირს ახლა ქართული ოცნების ის ვიყავი მე ასე ვთქვა მეხოთმე და მეგონა რომ რაღაცა გაკეთდებოდა და ყველაზე მთავარი იცი ეს სოციალური პროექტები არაფერი არ ქონიათ არც მაშინ და არც ახლა და რევოლუციური გარღვევა მოახდინეთ თქვენ სამივემ და მოდით აი ერთად ჩამოვყალიბდეთ და ერთად მაყურებელს გასაგები ქართული ენით აუხსნათ რა არის თქვენი მთავარი მიზანი მე ხა არ დაგიმალავ ელენე და ნიკა ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი 3 წელი იყო აი ჭაობი რა 2003 წელს მართა გეუბნებით ხალხო სიდუხჭირე იყო ვისაც გახსოვთ ხომ კარგი და ვისაც არ ახსოვს მინდა უთხრა რომ 2 და 45 ღირდა $100 ნუ ეს $1 ანუ 250 ლარი ნაცმოძრაობამ შეძლო ის რომ აი რაღაცა საოცარი ენერგიით მიუდგენ და შავი ბუღალტერია უცბად გაქრა და გამოჩნდა თანხა, გამოჩნდა ბიუჯეტი 4ჯერ თუ 5ჯერ გაზარდეს. ეს მართა პროგრესი იყო, მეც გეტყვით, ხალბატონ ელენე დედა ხართ და თქვენთვის ალბათ უფრო ის იქნება. და ყველაზე დიდი შეცდომა, ჩემი სუბიექტური აზრი არ არის, იყო ნაცმოძრაობისა, რომ პირველადი ჯანდაცვა რბილად რო თქვა, ბედის ანაბარა დატოვეს. ამ იმან რა ქვია ქართულმა ოცნებამ მოინდომა რომ რადგან პირველადი ჯანდაცვა არ არსებობს მოდით გავზარდოთ ბიუჯეტი ჯანდაცვაზე და $1.5 მილიარდი იხარჯებოდა ყოველ წელს და ეს იმის ბრალი არის რომ ეფიქრად მე სხვა შორის სერგეენკოს ყოველთვის ურჩევდი რა სამჯერ იყო ჩემთან ეთერში აღადგინეთ მეთქი პირველადი ჯანდაცვა თორემ მე მეტის ხარჯვა მოგიწევთ ქაოსი იყო დედაქალაქზე მაქვს საუბარი ქაოსი იყო დედაქალაქში პრობლემების მოგვარებისა და გავიდა აგერ 9 წელი და ერთადერთი სწორი გამოსავალი თქვენ ნახეთ. უბრუნდებით ხალხს და ხალხის სოციალური შეჭიროების მთავარ პრობლემად გამოტანის იდეა გაქვთ. მართა მახარებს ეს ამბავი, განა იმიტომ რომ მე მემარცხენე ვარ. გამემარცხენდა ქვეყანა, ყველა არის დუხჭირი და სწორი გამოსავალი ნახეთ ნიკა და მე როგორც გავიგეთ თქვენი იდეა იყო ესა და ძალიან კარგია. აი მართა პროგრესულია და მე ძალიან გამიხარდა რომ მამა შენიც იგივეს კატარებას აპირებს ზუგდიდში. დარწმუნებული ვარ, სადაც კი ქართული ესე თქვა რუსთავშიც იგივეს ეგოც და აი მე მაგის თქმამი და სადაც კი ქართული ესე თქვა ისმის იქ უნდა იყვნენ მომავალი თაობა გამოყვებილი. ჩვენ თუ გვინდა ჯანსაღი ნაცია კონდეს ბავშვობიდან უნდა მივხედოთ მაგრამ და რევოლუციური გარღვევა მე არ ვიცი ახლა ეს ნაცის ბოდიში ქართული ოცნება რას დაუდებს რაღაცა ნამცეცები გადმოაგდო მაგრამ კარგია რომ დაიწყეთ კონკრეტულად ხალხის ანუ სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ზებნა და რას აპირებთ რას თავაზობთ ხაზ და რითი აჯობებთ საბჭოთა ხელისუფლების ძლევამოსილ სუბიექტებს მოდი ელენე თქვენ მადლობა სწორი აქცენტისთვის ჩვენ საერთოდ დაგვავიწყდა რომ მთავრობა ხალხს უნდა ელაპარაკებოდეს მთავრობა ხალხს უნდა ზრუნავდეს მთავრობა უნდა ოპონენტს კი არ უნდა ეჭიდავებოდეს უბრალოდ ეჭიდავებოდეს გინები რომ სისულელეს ხო ნუ მართლაც ყველა ზღვარს ხდება ამიტომ ძალიან მარტივია ზოგი ამბობს რომ აი საიდან ეს ფული ამ შემდეგ ძალიან მარტივია გირჩმაც კი რომელიც ზოგადად ესეთი იდეების წინააღმდეგია დაითვალა აი დღეს რომ არ მოიპარო ფული რომ არ გაფლანგო ფული თბილისის მერიაში აბსოლუტურად შესაძლებელია 80 მილიონის კი მოძიება კვებაზე. ეხა ეს ბავშვების უფასო კვება ეს არ არის რაღაცა რადიკალური მემარცხენე გადაწყვეტა. ბევრ ქვეყანაში ეს არის აბსოლუტურად აპრობირებული, რა არის აქ სპეციფიკა. ჩვენ ქვეყანაში მეტი დაჯდება დიფერენციაცია, რომ აიღო და თქვა რომ მარტო გაჭირვებულს მივცემ, ძალიან გაჭირვებულს და დანარჩენს არა. ამის დიფერენციაცია უფრო მეტი დაჯდება და პლუს აი ნიკასაც ციფრები რეალურად ძალიან დიდი ნაწილი ვინც კერძო სკოლაში არ არის 38,000 ხო შიმშილობენ რა ხო საჯარო სკოლებში შიმშილობენ ამიტომ აქ არანაირი ბარიერი არ არის უბრალოდ დროს თუ დახარჯავ იმაზე რომ ხალხს რა ჭირდება იმაზე იფიქრო ეს არის ერთ-ერთი ზედაპირზე რაც დევს გამოსავალი პენსიებიც ეხა თბილისში ჯერ ერთი ფასებიც და ხარჯებიც თბილისის პენსიონერებს აქვთ უფრო მაღალი დიდი ხო დიდი ქალაქია გადაადგილება ფასები და ასე შემდეგ მე არ აი ფაქტიურად არ შემხვედრია პენსიონერი და არასაარჩევნო პერიოდში ხშირად დავდივარ. რომელსაც თავისი პენსიით კრედიტი არა აქვს აღებული. და ამ კრედიტზე აქვს 36% გადასახდელი მე. ყველას და რა თავარი ხარჯი რა არის წამლები. ძირითადად, იმიტომ რომ არის
უძვირესი და პრობლემა. ამით ფაჩერ შეგიკითხები რა ელენე გულწრფელი ვარ და დამიჯერეთ ხალხო ეს ერთხელ კი არა ერთი 10 ჯერ მაქვს მოყოლელი სხვა შორის ის იმისი რა ქვია პირველი აფთიაქი იყო აი იმისი ყოფილი მერიის შენობაში ნუ თავისუფლების მოედანზე იმ აფთიაქის დირექტორი ყავდა ერთი 8-10 წლის წინ და მან თქვა ერთი კაპიკის რადიუსში ღირდაო წამლებიო მე მგონი ხატისოვი იყო მაშინ თბილისმერი და მისი იდეა იყო რომ უპოვარებისთვის სიმბოლურ ფასად წამლების დარიგება და ეს იყო ცალ-ცალი გარღვევა მაშინ და მივიწყეს რატომღაც მე არ ვიცი ალბათ მოგიწევთ თქვენ მერიას და მერიის რაღაც აფთიაქის გახსნა, სადაც აი თვითღირებულებით რო იყიდებოდეს. აი სწრაფი გადაწყვეტის გზა ესაა. ცოდვები არიან პენსიონერები ძალიან დიდი, სხვა შორის იბეგრება წამლები ხო. ყველაფერი იბეგრება და ასევე დოლარის და ლარის ვარდნასთან არის დაკავშირებული და ჩვენი გრძელვადიანი ეს მე ვამბობ სწრაფად რა უნდა გავაკეთოთ. გრძელვადიანი გამოსავალი არის ეკონომიკური ზრდა და თბილისში აი მამუკას აქვს ძალიან ბევრი კონკრეტული ხედვა. მაშინ და მე არ მინდოდა აი ბევრი მესაუბრა ამაზე, მაგრამ მამუკამ თქვა რომ მე მემარჯვენე ვარო, მაგრამ ვამართლებ ამასო. იგივე რაც ზურაგირშმა თქვა. დღეს გამოსავალია მოსაძებნი რომ მთლიანად აი მთელი ქალაქის პრობლემების ლოკალიზება მოხდეს. არ შეიძლება რომ ამდენი ფული მიდიოდეს წამლებზე. აი ეს გადამულია პირველად ჯანდაცვასთან. გადამულია იცი პირველად ჯანდაცვასეს გეთანხმებით აბსოლუტურად. ძალიან ბევრი რაღაცა გადახლართულია თქვენ რთული გამოწვევები გიდგათ წინა. იკა მე მართა გულწრფელი ვარ, მამაშენი ძველი მეგობარი, გამიხარდება თუ თქვენ აი რეალურად დაჟე შტაბი უნდა შექმნათ როგორ გაუადვილოთ ხალხს ცხოვრება. ვიცი რომ პოლიტიკური ბრძოლა არის და ვიცი რომ ამ იმებთან რა ქვია ოლიგარქებთან და ამ იმებთან ჭიდილი მოგიწევთ, მაგრამ არის გამოსავალი. ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით ამ პროექტზე მუშაობა რო არ დაგჭირებოდა სოციალურ პროექტებზე. რო დაგხვედროდათ, კარგი ტივარა არა, კარგი არაფერი. და მთელი ენერგია, ძალისხმევა, დრო და თანხა რაც რის შესაძლებლობას ბიუჯეტი იძლევა, მართლაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოხმარებოდა და მე ვფიქრობ ეს იქნებოდა გასახარი უბრალოდ რეალობას ამ თვალს უსწორებდით ან არ უსწორებდით და როდესაც დავსხედით და ვისაუბრეთ მოგეხსენებათ უნიკალური მოცემულობა შეიქმნა ხო მე ვფიქრობ უკვე არის წინ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი როდესაც თუნდაც ჩემთვისაც რო გეკითხათ 10 დღის წინ 2 კვირის წინ ვერ გიპასუხებდით მით უმეტეს თავდაჯერებულად ეს ერთობა კოალიციური გუნდის სახით შედგებოდა თუ არა და ბევრი სასიამოვნო გაკვირვებული დარჩა რა და ეს ადამიანები ჩვენ ვართ რა თქმა უნდა ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებულნი თუმცა ეს სულად არ გამორიცხავს რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ხედვები მათ შორის როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში დოლარი ანუ ეკონომიკა როგორ უნდა ვითარდებოდეს იცით აი ელენე მახსენა ხა ზურაგიჩი ჯაფარიძე სხვა მიდგომის ადამიანი არის, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკას, ლიბერალური ეკონომიკის მომხრეა და სოციალური პროექტების განხორციელებას არ უყურებს ხშირ შემთხვევაში ოპტიმისტურად და არის იქ რაციონალიზმი, რატომაც ასე ვფიქრობს. მაგრამ როდესაც დავსხედით და დავითვალეთ, იცით, თავისუფლად შესაძლებელია გარდამავალ ეტაპზე მინიმუმ სანამ 35% მოწაფეებისა შიმშილობენ და ეს არ არის უბრალოდ დაკვირვება, უბრალოდ ცოდნა იმ მოცემულობის რომელშიც ცხოვრობთ. ხო, მეზობლები, არ ვიცი, რაიონში მაცხოვრებელი ადამიანები, გამომვლელები, ხო, ხედავთ, რომ ამ დღეში არიან. ყველა კვლევა ამას აჩვენებს, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული და უკანასკნელმა აჩვენა, რომ 35% მოწაფეებისა სკოლაში მიდიან და ბრუნდებიან სახლებში შიმშილის გზნობით. და მე ვფიქრობ, ვერცეთ ჩვენგანს ვერ გვექნებოდა მინიმუმ რომ ვთქვათ კომფორტი და მეტიც შიდათ პიროვნული დისკომფორტი ყოველთვის გვექნებოდა თუ ჩვენ ესტაკადას ავაშენებდით, დავგეგმავდით, პროექტებში ფულს დავხარჯავდით, მაგრამ თბილისში ვეცოდინებოდა რომ ამავე დროს პარალელურად ცხოვრობენ მშიერი ბავშვები, რომლებიც მშიერ კუჭზე დადიან სკოლაში და ვერანაირ სწავლა განათლებას ისინი ვერ მიიღებენ. იქ აი ძალიან კარგია რომ ამიტომ 180,000 ბავშვი დედაქალაქში იქნება უზრუნველყოფილი უფასო კვებით. 180,000 ბავშვი 170 სასწავლო დღის განმავლობაში. იქ აი დავუკვირდით, აი რა კარგად მიდის იცი, ესე იგი თქვენ ოჯახებს ეხმარებით, რომ შვილი მათი იყოს ჯანმრთელი კვებით უზრუნველყოფილი. ელენეს იდეა რომ პენსიები და თქვენი იდეა, ნუ თქვენ ფაქტურად ერთი გუნდი ხართ,
რომ პენსიონერებს 100 ლარი დაემატოს, რომ წამლების ყიდვაში ეს სოციალური ელემენტებია. მესამე პრობლემა და მე თუ მკითხავ უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩემის აზრით არის მე და შევისაუბრეთ უკანასკნელად 70-72% სახლებისა ავარიულია. მე მახსოვს 8-10 წლის წინ ინგლისური ბანკის წარმომადგენლები შემოვიდნენ აქა და მათ იდეა იყო რომ ბანკი 25 წლიანი გარანტიით ესე თქვა დაიწყებს მშენებლობებს და შესაბამისად თვიურად რაღაცა მოსაკრებას აიღებს. არ გამოვიდა მაშინ და ბევრს არ აწყობდა ეს ამბავი, მაგრამ მოგიწევთ გიგანტური მშენებლობები, ეს სხვა შორის მიტერანმა დაიწყო საფრანგეთში და 300,000 ძირითადში მუშათა დასახლების მსგავსი აღგავა და საოცარი ბინები მისცა მათ. რას აპირებ? თავარი პრობლემა ეს ერთად შეგეკითხები რა. მე ძალიან მომეწონა იმისი რა ქვია მამუკა ხაზარაძეს იდეა რომ თბილისით უნდა გავაკეთოთ. გასაკეთებელია ყველა დიდ ქალაქს აქვს, ხო? აი თბილისის სიტის პარალელურად თუ კი თქვენ აიღებთ იდეას და არ გაახვევთ თავზე, მაგრამ მოგიწევთ, შეეხებით ამას 70% არის ბინები დასანგრევია. აი პარალელურად რომ აი რაღაც ამდაგვარი გრანდიოზული დასახლებების მეშვეობით აი ძველი სახლების დაანგრევა, ახლებში შესახლება, ვისაც უნდა დაბრუნდება იმ ქუჩებზე და იმ უბნებს სადაც გაიზარდა და ეს პროექტი შესაქმნელი გექნება თქვენ. აი რაც მიდის ახლა, ნუ ფაქტიურად ჩემისად კრიმინალური მშენებლობებია. ბაირო ვისარგებლებ შესაძლებლობით და ვიტყვი ისა თქვენ ახსენეთ. დიახაც ასევე ჩვენ გვაქვს მე ვფიქრობ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განსახორციელებელი, რომელიც ეხება პენსიონერებს, ხანდაზმულ ადამიანებს და ასლანიანი საპენსიო დაანამატი დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე ყოველთვიურად დაიხარჯება პენსიონერებზე. ელენე მახსენა დიახაც ყველაზე ძვირი ცხოვრება ღირს დედაქალაქში. მათ შორის აი ნუ აქვე გვერდით რუსთავი ქალაქი ხომ ცხეთა თითქოს იქაც უჭირთ პენსიონერებს, თითქოს არა უჭირთ ნამდვილად, მაგრამ დედაქალაქში მაცხოვრებელ პენსიონერებს განსაკუთრებით უჭირთ, იმიტომ რომ კომუნალური გადასახადები უფრო მაღალია, გადაადგილება რაც ელენე მახსენა უფრო ძვირია და ზოგადად ცხოვრების სტანდარტი. აგრარულ ბაზარშიც რომ შეხვიდეთ, ძვირი ღირს ყველაფერი, ვიდრე დაუშვათ სხვა ქალაქებში და სხვა დედაქალაქის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩვენი საერთო ოპოზიციური კანდიდატები მერობისა დებენ პირობას რომ ბიუჯეტის ხარჯზე ასევე გარდამავალ ეტაპზე სანამ ცენტრალური ხელისუფლება არ შეიცვლება, სანამ იქაც არ გახორციელდება რეფორმები და არ გაიზრდება პენსია მინიმუმ ეხა რა ხდება ხო ატყობთ ინფლაცია მატულობს და თითქოს 6 თვიდან 6 თვემდე ისინი რაღაცნაირად ახერხებენ 20 ლარიანი პენსიის ნამაც, მაგრამ სინამდვილეში ინფლაციის ზრდა ისეთ მაღალია, რომ ჭამს ამ ნამაც და მსყიდველად უნარიანობა დღეს არსებული 240 ლარიანი პენსიის ბევრად ნაკლებია, ვიდრე თუნდაც წარმოგიდგენიათ იყო 2012 წელს. რაც შეეხება ავარიულ სახლებს, ეს პრობლემა კომპლექსურია, არავინ არ უნდა აკადროს არავის რომ ეს ყველაფერი ერთ თვეში მოგვარდება, გააჩნია რომელ რაიონზე ვსაუბრობთ, პირდაპირ გეტყვით, გვითხოვს, მაგალითად თუ კი საუბარია ეხება ისნის რაიონში, ჩუღურეთში, დიდუბეში, დიდუბის რაიონში არსებულ ავარიულ სახლებს, იქ უბრალოდ გადაყრილი თანხა იქნება სახლების კონსტრუქციული გამაგრებებში თანხის დახარჯვა თუ არ მოგვარდება მთავარი პრობლემა და რა არის ეს მთავარი პრობლემა თვითონ მაყურებლებო ის რაც აქამდე უნდა მოგვარებულიყო ანუ სარკინიგზო ანუ სატვირთო სარკინიგზო ხაზის გადატანა რომელსაც აქვს საშინელი ვიბრაცია და ეს ვიბრაცია უბრალოდ ანგრევს დანგრევის პირას არის უამრავი სახლი იქ უკვე რაც დგას იქ არ ცხოვრობს არავინ დედაქალაქის მთავრობა ყოველწლიურად 7 მილიონ ლარს ხარჯავს ქირით უზრუნველყოფაში ყოველწლიურად და ეს თანხა მატულობს და მატულობს. რაც შეეხება ახლა სხვა ავარიულ სახლებს, რომლებიც არის მაგალითად ტყვირის მარჯვენა სანაპიროზე, ასე შემთხვევაში სოულაკში, მთაწმინდაზე, იქ არის კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა, ან ისეთი სახლებისა, რომელსაც უბრალოდ ნიშანი აქვს კულტურული მემკვიდრეობისა, რაც გრძალავს თავისუფალ ჩარევას ინვესტორის მხრიდან, მაგრამ აი აქ უნდა უფრო შუალედი უნდა
გამოვძებნოთ და ბიზნესსა და მუნიციპალიტეტს შორის უნდა შედგეს ისეთი თანამშრომლობა, რომელიც აქამდე არ ყოფილა და პრაქტიკული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, დღესაც არიან სურვილები ინვესტიციის განხორციელებისა, უბრალოდ გვერდში დგომას ვერც მუნიციპალიტეტსაც ხედავენ და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლების, იმიტომ რომ მიდიხარ თქვენ როგორც ინვესტორი, მრავალ მილიონიანი ასე თქვა ინვესტიციის განხორციელება გსურთ, მაგრამ ბიზნეს თვალსაზრისით, როდესაც ითვლით, არ გიღით, ანუ არაპირებთ თქვენ მოქმედებას. ყველას ვერ მოთხოვთ თქვენ მოქმედებას, ხო? ეს ადამიანი როდესაც ითვლის და ამ ხედავს, რომ უნდა დახარჯოს ერთი სახლის მაგალითად რეაბილიტაციაში კერძოდ მაგალითისთვის ჭონქაძის ქუჩაზე ეს დაუჯდეს მას 20 მილიონი ლარი, ხო ის ფიქრობს რომ თერი მისი სიცოცხლე და ცხოვრება ბიზნეს თვალსაზრისით იქნება წამგებიან. ამიტომ აქ ზუსტად საჭიროა ჩვენი ჩართულობა, რომ შესაბამისი მექანიზმი შექმნათ, ადამიანები დაინტერესდებიან, რომ რა არის ეს მექანიზმი, სხვადასხვა ვერსია მუშავდება მაგალითისთვის, შესაძლებელი არის, რომ გარდამავალ ეტაპზე, თუნდაც 7-8 წლის განმავლობაში ესეთი მსხვილი ინვესტორი გათავისუფლდეს გადასახადებისგან, იმ შემთხვევაში თუ ასეთ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეს შესაბამისი სტანდარტებით, რა თქმა უნდა, გაამაგრებს რეაბილიტაციას ჩაუტარებს და იქ სამუშაო ადგილებს შექმნის. იქ სამუშაო ადგილების შექმნაში ძირითადად რა უნდა იგულისხმებოდეს, ხო? ან რესტორანი უნდა გახსნას, ან კაფე, ან სასტუმრო. ან უნდა უღირდეს ეს ჩიტი ბრძნად. დღეს კომუნიკაცია პრაქტიკულად არ არსებობს ამ კუთხით დედაქალაქის მერიასა და ინვესტორებს შორის და თუ კი არსებობს მხოლოდ პრივილეგირებულ ეგრეთ წოდებულ ინვესტორებთან არ მინდა ხა ჩემო პონეთან. არ მინდა ჩემო პონეზე ხა საუბარი, ნამდვილად ყველა მიცის თუ კი რაიმე კორპუსი შენდება მისი უახლოესი მეგობრის ამავე დროს პარლამენტის წევრის მიერ არქიჯგუფი გაგიგიათ ალბათ, ხო? ამ მთელი ენერგია, დრო, რესურსი მოხმარებულია აი ამ მიმართულებას და არა რეალურ საჭიროებას. ხდება იქ პარლამენტის ეზოში ძველს თანაპარტიის რომ შესახე სასუდაობა ხდება. რა მინდა გითხრა, აი მოდი ესე ძირითადი გამოწვევები, რას თბილის ახლა გამოკვლევებს ვეცნობი, მოდი ესე გავაკეთოთ. თავარი პრობლემა აწიეთ თქვენ და მიხედეთ, სკოლაში ბავშვები გამოიყებებიან, პენსიონერებს სერიოზული დახმარება ექნება, აი ამ ესე ვთქვათ ამორტიზებული სახლების თავარ პრობლემად გამოტანილი გაქვთ. და აგერ ისევ ელენესთან დაბრუნდები სამწუთი მაქვს რეკლამამდე და ელენე დედა ხარ. 4 შვილის. ვიცი კაცო, გმირები ვართ. ხო და რა არის ელენე, ვისაც შვილები ყავს და შენ ყვეთვა კარგად გიმყოფონ ბავშვები, მაგრამ სწავლის დრო რომ მოვა სახლში ყველა შობას პრობლემა აქვს. ჩვენთან საშინელება ხდება უმაღლესი განათლება ფასიანი არის. აი რა არის არ არის სწორი რა. ახაც შეხიდება საჭირო. გიფიქრიათ თუ არა ამაზე, ერთად შეთანხმდებით თუ არა. 40 ახლა მე მახსოვს, ახლა ნიკა არ მიწყინო და ელენე ნაცმოძრაობას ბათრას ურტყავდნენ ამ ჩემს მაგიდაზე რომ აიო 21,000 ბავშვიო ვერიხთისო პირველი კურსის ფულსაო 56,000 სტუდენტი არის გარიცხული თანხას რო ვერიხთის გავასამაგდა ეს არის კატასტროფა რომ ახლა 80,000 ბავშვის ვიცი თქვენ ფორმატურთება სოციალური მაგალითების მოშოლიება ახლა რომ დავდივარ და საზოგადოებას რო ხვდებით სხვა უბნებში აი აგერ ერთმანეთს ტურის შესაძლებლობას არ მივცეთ აი დღე არ არსებობს პრაქტიკულად როგორი მიზანსცენა არ შედგეს იცით როდესაც შენი ამორჩეველი ხდება ქუჩაში და ის ანუ სიხარულით აღდგინებით ტელეფონის მეშვეობით გალაპარაკებს ოჯახის წევრს რომელიც არის ემიგრაციაში ასე აი პრაქტიკულად დღე არ ყოფილა ან დედა გალაპარაკობს შვილმა ან პირიქით შეიძლება ესეთ პოპულარული არა თვითონ არა იცით ეს არ არიან გაქცეულები არიან გაქცეულები არიან პოპულარობა არ არის უბრალოდ ადამიანი რომელიც ქვეყნიდან იძულებით არის წასული იმყოფება თურქეთში საბერძნეთში იტალიაში დრამატულად არის ეს ვითარება დამძიმებული რა ნიკ იფიქრეთ ამაზე არ ვიცი მე აი ეს განათლება პრობლემა არის დაწყებული ეს ჩვენი ინიციატივა თანამშრომლობა გითხარით გასო თქვენ რაც მე ზოგადად განათლების რეფორმა ფუნდამენტურად ჩასატარებელია ქვეყანაში ეს დაწყებული ბაღიდან დამთავრებული უმაღლესით კი მან დიწყება ეს გავლილი აქვს ევროპას მაგრამ ეხლა რაც შეუულია მერიას, იმიტომ ჩვენ არა ვართ ეხლა პოპულისტები, რომ ისეთ რაღაცა ვთქვათ, მისი კომპეტენციაც არ აქვს. კარგად უყურებთ ეპოქის გამოწვევებს. ჩვენ დავხარჯავთ ფულს, რომ გავუშვათ სტუდენტები
მათ შორის საზღვარგარეთ და ეს არის სააგა როგორც უცბად გასაკეთებელი, უცბად კი. მომავალში განათლების რეფორმა არის ფუნდამენტურად ჩასატარებელი. მერიას რა თქმა უნდა განათლების რეფორმის კომპეტენცია ეხლა არ აქვს, ხო? ამიტომ რა ჩვენ ეხლა შეგვიძლია ეს არის ხელი შეუწყოთ საზღვარგარეთ განათლებას სწრაფად შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩაიდოს ამაში ინვესტიცია და მე ახლა ჩვენ რიგარეში არჩევნებისთვის ვიბრძვით და მთლიანი სისტემის ცვლილებისთვის ვიბრძვით და ამისთვისაც ვიბრძვით ზუსტად რომ გატარდეს ისეთი ფუნდამენტური რეფორმები, რაც დააკლდა ამ ქვეყანას. განათლების რეფორმა ნამდვილად დააკლდა ამ ქვეყანას, ნუ სასამართლოზე აღარაფერს ვlapარაკობ და ძალიან საინტერესო ინიციატივა გვაქვს, რომელიც ზურა გირჩი ჯაფარიძის იდეა იყო და ჩვენ ყველა შევთანხმდით. დღეს ჩვენ ხედავთ რომ ახალგაზრდები ჩემი შვილის დადგა ამ რეალობის წინაშე, მივედით გამგეობაში, როცა ჯარის ასაკმა მოუწია, მივედით გამგეობაში და გამგეობის ძალიან საყვარელმა სხვა შორის თანამშრომელმა, რომელსაც ძალიან აწუხებს ახალგაზრდების ბედი, პირდაპირ მითხრა, ანუ ვილაპარაკეთ და ზოგადად ესეა, რომ უნდა წასულიყო ან ციხის ბადრაგად კი არა, იმას. ან მოდულის შენობასთან უნდა მდგარიყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის წელები, როცა განათლებისთვის აი ხა ისრაელის მაგალითზე ლაპარაკობს ხოლმე მამუკა ძალიან ხშირად და ზურაც. ისრაელში როცა მიდიან ჯარში, იქ მაღალ ტექნოლოგიურ განათლებას აძლევენ ამ ჯარში. ხო, ჩვენთან მიხავთ ერთი წელი რომ იდგნენ აი ესეთ რაღაცა გაუგებთ ახარჯონ ეს პერი, ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ თბილისის მუნიციპალიტეტი იმის პარალელურად რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს და რეალურ თავდაცვაში უნდა დავხარჯოთ ფული და არა აი ამ მონობაში ახალგაზრდების გაშვებაში ჩვენ ამ ახალგაზრდებს არ გავუშვებთ ამ ელენა ეს ვიცი ეს იდეა მომეწონა და არავის არ გაუშვებთ რა კანისკაცებად არ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს არ დავაყენეთ ოჯახები ენგრევათ მართაც ენგრევათ და ხო არ გონიათ რომ აი კვალიფიკაციის ყველა საქმე ცოდნა უნდა ეხლა ნამდვილად რომ ისინი მიყავდნენ სამხედრო რაღაცა სასწავლებელში ან დაწესებულებაში ჯარისკაცების დატოვება თბილისს შეუძლია რომ არ გაუშვას შეუძლია კი არა ჩვენზეა დამოკიდებული აი რის თქმა მინდა იცი ძალიან კარგად მახსოვს სანამ თავდაცვის მინისტრი იყო ეს კანონი მიიღო იმან რა ქვია ხიდაშელმა როგორც კი ზორია დაშთა და შეაცვლია არანაირი კვალიფიკაციის ბატონო დავით აბალნებაზე ზრუნვა არ არის არანაირი განათლების მიცემას ისინი არ ხორციელებენ უბრალოდ აი ესე ხელს კიდებენ ტექნიკურად მიყავთ აყენებენ ყარაულად იკა შესაძლო ადგილებზე თქვა გირჩი ჯაფარიძე მესიდია აი ამოაყირავა ადგა და შექმნა ფიქციური ესე თქვა თუმცა ჩვენ საუბრობთ მათ შორის ზურა ელენი მე ყველა ვინც ირაკლი მამუკა რომ ჩვენ ამავე დროს არავინ არ უნდა გაიგოს რომ მომხრეები არ ვართ თავდაცვის სისტემა გაძლიერდეს პირიქით უბრალოდ რა ჩვენი უფლება მოსილებაა გამგეობაში მუნიციპალიტეტში ადამიანებს ახალგაზრდებს ქეჩოში ხელი მოვკიდოთ და წავიყვანოთ და მოდულის შენობასთან ყარალო დაუყენოთ ბატონ გომელაურს აი გეკითხებით აი რა ჩვენი უფლება მოსილებაა გომელაური ხო საერთოდ არის ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი იდეა რომ ჯარისკაცებს დატოვებთ სადღაც მე თუ მეხსიერება არ ვღალატოს 3-დან 4000-მდე თბილისიდან იწვევენ მე პლუს არ კორუფციის წყარო მე მიდის გადაროკები გადმორეკები მაჟორიტარული გირჩმა რომ შემოიღო ეს არა ჩემი თანამშრომლის შვილები მიდიოდნენ გირჩის ოფისში და იგებდნენ საბუთს რომ უარა ამისი რომ არ წავიდნენ საზიზღრობა იყო ესა არ ვიცი ახლა მე კეთილად ვიყავი განწყობილი იზორიასადმი ისე გამიკვირდა რომ ეს კანონი გააუქმა არ არის ეს სწორი მოდით აი მაინც ვიფიქროთ ჯანდაცვაზე ვიფიქროთ განათლებაზე შემდეგი ეტაპებია თქვენი პროექტებისა უბრალოდ ცნობისათვის მინდა გითხრა მე მახსოვს ლეიბორისტების იდეა იყო რომ ერთი ესაო რა ქვია საქალაქო საავადმყოფო შეიქმნასო რომ აი ესე ვთქვა მერიისა ბევრ ქვეყანაში არის მერიის საავადმყოფოები ამაზეც ვიფიქროთ ოღონდ რეკლამის შემდგომ თქვენი აზრით თუ გაქვთ ამაზე ჩამოყალიბებული გითხარით დაგველოდეთ ეხავე დაგებრუნდებით პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება უამრავი ადამიანის ერთობლივი შრომით არის შესაძლებელი. საარჩევნო უბანზე თითოეული ნაბიჯი გათვლილია იმაზე, რომ თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი ხმა იყოს დაცული. მოდით არჩევნებზე. ჩაერთეთ ხმის მიცემის უწყვეტ პროცესში და გახდით უსაფრთხო არჩევნების მონაწილე. ცესკო ერთად ვატარებთ არჩევნებს. ვინ თქვა რომ მოქნილობა საზღვრები აქვს?
Always-ის ყოველდღიური საფენები, სისუფთავე და დაცვა. Always-ის დადასტურებული დაცვა. ისეთი მოქნილი და დრეკადი, რომ ვერაფერს იგრძნობ გარდა სისუფთავისა. Always-ი, სისუფთავე და დაცვა. გულის უკმარისობით გატანჯული პაციენტების საყურადღებოდ გამოსავალი არსებობს უსისხლო შუნტირების მეთოდი კლინიკა მარჯი ტელეფონი 511 14 21 15 კლინიკა მარჯი მთელი გულით თქვენი გულისთვის ჩვენი ცხოვრება სავსეა ფერებით ცხოვრება იცვლება ფერებთან ერთად და ცვლილებებში ჩვენი არჩევანია მნიშვნელოვანი ave ცხოვრების ყველაფერი. სითეთრის ახალი განმარტება ბლენდამედისგან. სიცილი ყველას ძალიან გვიყვარს, მაგრამ ზოგიერთი რამ ლაქებს ტოვებს ჩვენს კბილებზე. ამიტომაც ბლენდამედმა შექმნა 3D White Lux Perfection-ი. აშორებს ლაქებს 100%-მდე და ხელს უშლის დალაქავებას 24 საათის განმავლობაში. გაიღიმე, რადგან როდესაც იღიმი შენ ძალიან ლამაზი ხარ. ცადეთ ბლენდამედ 3D White Lux Family მისი განახლებული ფორმულით. 100% ქართული პროდუქტი. დამზადებული ტრადიციული მეთოდით. შეუცვლელი თქვენ სამზარეულოში. ბებოს ლავაში. ხარისხის 10 წლიანი ტრადიცია. ლამაზი სხეულისთვის ორგანიზმს სელენი სჭირდება. სელიოს ტაბლეტები ამცირებს გამონაყარს, მატებს კანს ელასტიკურობას, ხელს უწყობს ფრჩხილებისა და თმის გაჯანსაღებას, ებრძვის ნაოჭებს და ანელებს დაბერების პროცესს. სელიო, ეფექტური საშუალება სილამაზისთვის. მზის სხივების ნაკლებობა, დღის უმეტესი ნაწილის დახურულ სივრცეში გატარება და არაბალანსირებული კვება, დ-ვიტამინის დეფიციტის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია. შედეგად იმუნიტეტის სუსტდება და მატულობს რესპირაციული ინფექციებით ავადობის სიხშირე. ბეტრივიტი აღადგენს დ-ვიტამინის ბალანს ორგანიზმში, იცავს მას ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. ბეტრივიტი გაიძლიერა იმუნიტეტი, წარმოებულია გერმანიაში. ბუკინისტი შეიძენს 1927 წლამდე გამოშვებულ რუსულენოვან წიგნებს, 1500 ლარა, ასევე 1945 წლამდე გამოშვებულ ჟურნალებს, საბავშვო წიგნებს, პლაკატებსა და სხვა საარქივო მასალას. 2021 წლის 30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ვირჩევთ 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს. მერის არჩევნების მეორე ტური თბილისში 4 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში გაიმართება. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით CESCO-ს კონტაქტ ჰაბს 251 0051. CESCO ერთად ვატარებთ არჩევნებს. ორალბი წარმოგიდგენთ. უფრო ჯანმრთელი ხრძილებისთვის. მრგვალთავიანი ორალბი მთლიანად ფარავს კბილს და აშორებს 100%-ით მეტ ნადებს, ვიდრე ჩვეულებრივი ჯაგრისები. მართლა? რა თქმა უნდა. ჩემი კბილები დაუჯერებლად სუფთაა. ნომერ პირველი რეკომენდებული ბრენდი პროფესიონალი სტომატოლოგების მიერ გერმანიაში. მაშასე ხალხო ნიკა მელია ელენე ხოშტარია გახავ ჩვენი სტუმარი მართა მწყდება გული რომ მე საგანგებოდ ვესაუბრე მე რა ვიცი მე ძალიან მომწონს საბა ბუაძე და საბას თხოვე რომ ეგება როგორ მე მეთქი მომაწვევინო მეთქი ბამუკა ხაზარაძე ტანდემი ხართ კარგი და მეც გეტყვით ეს 4-ეული რო ხართ საოცარი ცვლილებები გამოიწვია აი მიდგომებში თქვენ დამიდა ეს თქვენი გარღვევა იქნება რომ მოიგონა მე გულით გეუნები ნიკა და ელენე თქვენ მოიგებთ ამ არჩევნებს აი ძალიან კარგი ქენით რომ კოალიცია შექმნით ძალიან კარგი ქენით რომ ყველანი თანაბრები იქნებით მოდით ამ იდეას დაუბრუნდით და იცით რა არის ხალხს ესე ამონა ხალხი ხო ბიშოვანია და სწორება მათზე უნდა კონდეს კი ვიცოდით რომ მოთხოვნა იყო მე პირადად ვიცოდი მესმოდა კითხულობდი სოციალურ ქსელში არც ისე იშვიათად მაგრამ ამდენად დიდი მოლოდინი თუ იყო ერთობისა არ დაგიმალავთ და არ ველოდებოდი და მიხარია რომ ეს უკვე შევძელით და ამ მიღწეულს მონაპოვარს ხელიდან ჩვენ ამდენად არ გავუშვებთ და აგერ ზეგვაქვს ამისი უდიდესი შესაძლებლობა თავარი არის ახლა რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩვენი აქტიურობით დავჯაბნოთ ხელისუფლების მხრიდან გაყალბების ცდელობის მასშტაბები. თუ ხალხი საზოგადოება არის ძალიან აქტიური,
ასეთ შემთხვევაში ვერანაირი манипуляცია ვერ მუშაობს. მათ შორის ვერც თბილისში. თითოეულ ხმას თბილისში ექნება მნიშვნელობა. როგორც არასოდეს ოპოზიცია ძალიან ახლოს არის თბილისში გამარჯვებასთან. ძალიან ახლოს. ნიკა, და ეთყობა კიდევ შენი დამსახურება ეს რომ შენ კომუნიკაციის განსაკუთრებული ნიჭი გაქვს და ელენე აღფრთოვანებული ვარ თქვენი აი ამ შეჯერებით. ძალიან კარგი ის აქვს წერილები აქვს დავით კლდიაშვილს, გეხსოვნება ალბათ. აცდავკაში იყო ესე ვთქვათ გასული და ბათუმი ფაქტიურად აი ქართულმა ელიტამ ააშენა. დემოკრატიული საკრებულო იყო, ზანევიჩი იყო, ვინ არ იყო იქ ყველა ცდილობდა რომ ერთობლივი მართვით ქვეყანა წინ წაეყვანათ. იგივე იყო ფოთში, თბილისში, სხვათა შორის მე გირჩევ შენ იკანო გახდები შენ მე აი 900-იანი წლების თბილისის საკრებულოს და სათათბიროს ეძახდნენ თუ არა ვსწრები მათი დისკუსიები რო წაიკითხოთ და დიდი მრავალფეროვნება იყო არჩევნებიც ძალიან მაგარი იყო წელიწადში სამი არჩევნები მოესწრო და არაჩვეულებრივი მეც გეტყვი ახლა ერთი ასლან სულაძე მყავდა მეგობარი აკადემიაში და მამამისი იყო აკადემიკოსი და 26 თუ 27 წელს გადაწყვიტა მაშინ ბერია იყო პირველი კაცი ამიერკავკასიაში და მან გადაწყვიტა თბილისის მთავარი მდინარის ჯებირების აშენება. ათასობით ხალხი იდგა, ახლა გეცოდინება ნიკა ფაქტიურად კანალიზაცია იყო მტკვარი რა. საშინელება იყო თუნდაც ყარდა იქ ახლოს ვერ მიხვიდოდ. და რო დაიწყო რევოლუცია მოხდა მაშინ აი რეალური ქალაქ შენებლობა თავისი კომუნიკაციები და ეს წყალსადენი და კანარი ესე ვთქვათ სანიაღურე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბატონო დება მომეცით აი თავს ვიტყვი რა ეს ყველაფერი დიახაც ადრე თუ გიან აუცილებლად გაკეთდება და ჩვენ გვინდა რომ ადრე გაკეთდეს მაგრამ რისი დეფიციტის დღეს ქალაქში დედაქალაქში მეგრელიაში არსებობს აი ამით მომიდა ელემენტარულად ნდობა არის ადამიანებს შორის აღსადგენი ანუ მერის მთავრობის მიმართ ნდობა არ არსებობს ისევე როგორც არ არსებობს საზოგადოების მხრიდან ნდობა არც ერთი ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართ ეს ხო სერიოზული პრობლემაა თქვენ გარღვევა მოახდინეთ ნიკა და მე მგონი შენი დამსახურება გადაანაწილე ძალაუფლება ყველას ეს მე არ მატრაკვეცო როცა საუბრობ გულახდილად ჯერა ამისიც მათ შორის შიშნარევი ასე თქვათ რწმენა მაქვს შეიძლება ასეთი შანსი ჩვენ მრავალი წლის შემდეგაც არ გქონდეს, როცა აი მრავალფეროვნებას შევთავაზეთ საზოგადოებას. ახლა არის ამის შესაძლებლობა ნაფსი გავტეხოთ. ერთპარტიული მმართველობა ჩანაცვლეს მრავალფეროვნებით და უკვე ხედავ გუშინ მოგვიწია და ეს დღეები სულ ელენეს უყვარს ხოლმე ბოლო დღეებში ხშირად ამაზე ხაზგას, რაცა ასე მგონია სხვა ტიპის ცხოვრებით ცხოვრობ უკანასკნელი დღეები მეც, იმიტომ სხვა ურთიერთობა სხვანაირად გავიცანეთ უკეთ, იმიტომ რომ უკვე საქმეზე საუბრობ, კამათობ, ესე არ არის, რომ უბრალოდ ვიღაცა რაღაცას იტყვის. მაშინ შეგეკითხები ნიკა და ელენე შეგეკითხები. აი პარიზის მოდელი ყველა მიცის ლონდონი გადანაწილებული აი რაღაც რაიონებად არის და აი დღეს რაც თქვენ გამგებლებს რომ შეარჩიეთ მათზე გადადის ძალიან ბევრი ფუნქცია თქვენ გააკეთებთ აუცილებლად იმიტომ რომ შეუძლებელია თბილისში ცენტრში მჯდომმა მერმა იცოდეს ერთნაირად გდანის ფონიჭალის ვაკის არ ვიცი ავჭალის და იმის მეტრომშენი საჭიროებები თან რა საჭიროებებზე ლაპარაკი აი გზაზე რო ლატკებია და სად ის იწყდება სადღაც ცენტრში როგორ შეიძლება ამ დროს გამგებელი უნდა დუღდეს იმ ფუნქციის პრობლემები რა თქმა უნდა მე გამგებელი უნდა იყოს ძლიერი მმართველი ძლიერი გააკეთებ ელენ თავარი მუნიციპალური პლატფორმა რეალური არის გამგეობები და ჩვენ გქონდა კვლევა ადრე ბეპირადად მაგ წაკითხული გაკეთებული წლების წინ წლის განმავლობაში დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 3% მიმართავს მუნიციპალიტეტს ეს არაფერი არ არის გეთახმე მაშინ წორიკანა ისტორიას მოუყვები ერთ ფაქტს ელენე შენ არ ვიცი ნამყოფი ხარ თუ არა ჩვენი ტელევიზია იყო ლეონიძის ქუჩაზე სახეობის საფთა ახალი დანიშნული იყო გამგებლად თაძრით ისა და ფეხით მოვიდა მარტო ჩვენთან ეზოში და აი პატრონი იყო იცი იმ უბნის მართა გეუბნები აი მაშინ გავიცარი ახლა მეცოტა და ფანჩატური ედგათ ეზოში ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღე იყო გასწორიო საჩვერის რო გაიგო რო შენ მოდი ხარ დღეს მომიკითხებ წადით პატრონს მაშინ იყო კავკასიიდან აფეარისმის ხელისუფლების გინების გარდა რა მაგრამ იქ გავიცანეთ ახლოს ეს დამსახურებულად პატრონი ხო აწმინდა შეცვალა ნიკამ აი ხა არ მახსოვს 3 წელი იყავი მგონი რა არა 3 წელი ნახევარი არ გადავდა რამდენი რაღაცა მოას არის ქაფენილი რო დაგვიგებ
მაშინ ზეგს გიდგამდი რა ვიცი. სხვათა შორის არ ვიცი, აი მიკას კარგია რომ ეს გამგეებლის ძიმე თვირთი აწეული აქვს. შეძლებთ აი ამ ახალგაზრდები ყავთ თქვენ ძირითადში თბილისის გამგებლება წარდგენილი. მათთან და იცი მათ დახმარება სჭირდებათ. თანადგომა სჭირდება და მოთხოვნაც სჭირდებათ. არის ეს სისტემა. დღეს გამგებლები არიან პარტიულ მორჩილებაში. შეიძლება კარგებიც იყვნენ. მე აი პერსონალურად მაგალითად ვიცნობ რამდენიმეს და კარგი ადამიანები არიან, ვერაფერს პერსონალურად ცუც ვერ ვიტყვი, მაგრამ არიან ეგეთი თამაშის წესია. პარტიული მორჩილება. პირდაპირ. ამიტომ როგორც კი ეს წნეხი მოიხსნება და მათ ექნებათ თავისუფლება, რომ დაამტკიცონ, რომ აი ჩემო, აი წყნეთში, აი ეს სანიაღვრე უნდა გაკეთდეს და მორჩა. მათ უნდა კონდეთ ეს დამოუკიდებლობა და გრძელვადიანად მათ უნდა კონდეთ ფინანსური დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ფინანსური რა თქმა უნდა მაშინ რევოლუცია მოგიხდენია. აი მით სხვანაირად ამაზე უნდა იყოს მაქსიმალურად გამგებელი ადგილზე, იმიტომ რომ შეურაცხყოფელია მათთვის რომ ეთაყვანებიან, იმიტომ რომ უშუალო კომუნიკაცია დიდი დოზით მათ უფრო აქვთ, ვიდრე მაგალითად მერს, ვიცე-მერებს და შემდეგ, იმიტომ ყოველდღიურად არ მე ხო ვარ იქ ნამამუშევარი და ვეთაყვები ელენეს რაც არ უნდა ასე თქვათ ოპონენტები ვიყოთ ახლა ჩვენ ქართული ოცნების ხო ახლა გამგებლის საქმეობა ძალიან რთულია ძალიან რთულია და ეს სულაც არ ნიშნავს რომ ახლა ქართული ოცნების გამგებლები არიან ადამიანებად ისინი დასაძრახნი არიან უბრალოდ მე ხო ვიცი არ არიან დამოუკიდებლები გადაწყვეტილებაში ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მოხდეს დეცენტრალიზაცია და ყოველ წამ დაუწუმ არეკოს ახლა დედაქალაქის მერიაში გამგებელმა და იღლიაში ამოჩრილი საქაღალდეთი არიბინონ ჩვენთან სამუშაო ოთახებში რომ მეძისის ქუჩაზე რაღაცა პროექტი განახორციელოს და ბიუჯეტი იყო ახლა გეტყვით ახლა რა კონკრეტული პრობლემები მექნებოდა მე ძალიან წირი ბიუჯეტი ქონდა შენ გამოყოფილი გამგეობას და ადამიანი ოდესაც შემოდიოდა მოქალაქე მიღებაზე ეწერებოდა და ვიღებდით და ვესაუბრებოდით ანუ მე ადგილზე ხშირ შემთხვევაში არ მქონდა შესაძლებლობა მიმეღო გადაწყვეტილება იმიტომ რომ ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას არ მაძლევდა ლოკალურად თუმცა ეს არ ნიშნავდა რომ ბიუჯეტში თანხა არ იყო ეს მე რაღაცა დოკუმენტაცია უნდა მომეგროვებია და მე მივდიოდი დედაქალაქის მერიაში და სხვადასხვა სართულებზე სხვადასხვა სამსახურების უფროსებიდან დაწყებული მერის მოადგილეებით გაგრძელებული ასე თქვა დავდიოდი რომ ეს კონკრეტული პრობლემები გადამეჭრა როდესაც შესაძლებელი არის მარტივად შენ გქონდეს ეს ყველაფერი ადგილზე გათვალისწინებული წლის განმავლობაში ხო დგება ბიუჯეტი ისე დაიგეგმოს ხო ისე დაიგეგმოს ბიუჯეტი რომ არიბინო მე ხა თაწოდის გამგებელი ვიყავი ზუბალაშვილების ქუჩაზე იქ რამდენი ხანიც გავატარე არანაკლები დრო გავატარე დედაქალაქის მერიის შენობაში იმიტომ რომ აქ უბრალოდ იღებ დოკუმენტებს და მე იქ აგვარებ საქმეებს გესმით ამას დაანგრევთ ერთ აუცილებლად მე რა კარგები ხართ რევოლუციას და არ ამგონია აი ელემენტარულია ტექნიკური საკითხია მაგრამ მნიშვნელოვანია მაგალითად ყველა გამგეობაში და თაწმიდის გამგეობაში ახლა ისე დააყენეს თუ არა ვერ გეტყვით ავტული ვარ გამოვიდეს მაგრამ სხვა გამგეობებში რო იყო ეხლა ამათ დროს მახსოვს აი ტურნიკეტი არ უნდა იყოს ტურნიკეტი ხო იცით ანუ საშვის ეხლა თუ გამგეობა და თუ ამოთოს საზღვრები უნდა იყოს მორღვეული ეხლა ტურნიკეტი რკინის დგას და გამგებელთან ვერ მიდიხარ ისე რომ იმას საშვი არ დაუშვას და გამგებლის მოადგილემდე ვერ მიდიხარ წარმოგიდგენია ეს გეტყვი ახლა ნიკას საკრებულოში ვერ შედიან ჩემი ჟურნალისტები რაღაცა აუღებელი ციხე გახდა იცი მერიაში დაცვა დგას გახსენით რა კარები როდო მოხდა გახსენით კარები აი ეს მითხა ხედავ რა მეწმუნეთ რა გეფიცებით ხედავ რა ასეთი ძვირფასო მაყურებლებო იმას ისი დიდი სურვილი ქონდა თითოეულ ჩვენგანს აი მართლა დავწმუნდით ახლა საუბრობთ ბევრს განსაკუთრებით გახსნილები ვიქნებით მოქალაქეებთან ურთიერთობაში და ასეთები ვართ სიამოვნებს უცხო მოქალაქეებთან კომუნიკაცია ინტერაქცია სიამოვნებს ეს არ სიამოვნებს ან არ სიამოვნებს ეხლა თუ ხარ სოციოპატი ადამიანი და ასეთებიც არიან ხო ეხლა ეს არ ნიშნავს რომ ცუდი ადამიანია ხო შეიძლება გაგიჭირდეს მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება კომუნიკაციაში დედაქალაქის მერიასა და გამგეობებში მით უფრო უკეთესია და საქმეზე დაისახება და ზემოთ რო ახსენეთ თქვენ ვერ მივხვდით კარგად მე მგონი რა ვიგულისხმე 3% მოსახლეობის თბილისის რო არის მხოლოდ კავშირზე დედაქალაქის მერიასთან
წლის განმავლობაში მე ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს რომ პრაქტიკულად არ არსებობს ხოლმე. იმედი არ აქვს. დღეს ბევრად უფრო იმედი გაქვს. მე აი ალბათ რო გახდები მეგობრის იმედი გაქვს. რაღაცა რო გჭირდება, არ ვიცი მე ვიღა მეზობლის იმედი უფრო გაქვს ვიდრე რამე სამსახურის რო. ელენე მეც გეტყვი, იცი ახლა აი მე ახლა მერიდება ამ თემებზე საუბარი, მაგრამ რაც ეს პანდემია შეგვეყარა, ხალხი ძაღლებს აგდებს ახრიდან. კი, მასობრივი გახდა, ვერ ინახავენ. და იცი რა არის ჰუმანიზმი? არ არის უბრალოდ სიტყვები, იცი? მოყვასი თუ გიყვარს მოყვა სახლი არ უნდა დათიშული გადის ხალხი ბატონ დავით დათიშული გადის ხალხი აი თუ ხჭირემ ეს აქ მეტყვით ხო აი ქუჩაში დავდივართ ისო პრაქტიკული მაგალითი და ჩაგივლის ადამიანი გვერდს და შენ უცბად ხჩევა შტაბიჭირება შეიძლება ეს არ არის შენ მხარდაჭერი არ უმრჩეველი ან არ უყვარხარ და თვალს გარიდებს მაგრამ პროაქტიულად შესაძაც ვესალმებით გამარჯობათ ქალბატონო რომ ვეუბნებით ის უცბად ცოცხლება თითქოს საიდანაც ბრუნდება და აღმოგაჩენს რომ შენ თქვენ ხართ ელენე ნიკა მამუკა გატიშულები არიან იმიტომ რომ იმდენი დარვიდა არამიავთ ხალხო თავში ამ ბევრი პრობლემა გაქვთ ნიკა მოსაგვარებელი და ახლა თქვენი კლიპი ვნახე და მართა საზიზღრობა იყო ალექსეევკის დასახლებაზე რომ ბეჭავი ხალხი ბლოკებით რაღაცები და რომ ტრაქტორმა დაუნგრია დარწმუნებული ვარ რომ შენ მაგას არასოდეს არის ბევრი პრობლემა აი ძალიან სწრაფად გადაწყდება გაცოცხლდება მithავს გავიმეორებ, აი საინტერესო გახდება პოლიტიკური ცხოვრება და დისკუსია დედაქალაქში მუნიციპალური საკითხების გარშემო. ცოცხალი გახდება. დისკუსია გექნება და ღიაკარივით გააკეთებთ. ელენე მართლა მაინტერესებს. რა თქო, დისკუსიის გარეშე გამორიცხული არის პოლიტიკურადაც კი გადარჩე. იმიტომ რომ კაი ორი თვე ჩაიკეტები, მესამე თვე ზიზღით სავსე. აი წარმოგიდგენ ერთი წავდინდა კიდევ ახლა ფიქრობდი პირველად მოვიყვან აი როგორი ურთიერთობა იქნება ჩვენ შორის. ეხლა მე ხო ვიცი რა ხდება ეხლა დედაქალაქის მერიაში. არის მერი და მისი მოადგილეები ანუ მერთა რო შედიან დარწმუნებული ვარ ზოგჯერ მისაღებშიც ელოდება. ზოგჯერ მისაღებშიც ელოდება, იმიტომ რომ ის მერი და პარტიული ნიშნა ეხლა ხო ეხლა წარმოგიდგენიათ ეხლა დედაქალაქის მერის მისაღებში ხა ელენ ხუშტაძე წარმოგიდგენიათ ამ მამუკა ხაზარაძე, ანა აბესაძე, ზურაბ ეს იქნება ერთიანი გუნდი, რომელიც იქნება აღხინებული თელი ჩვენი ვნება იქნება იმ ვადაში ლავანიდან იქნება ვიყოთ მაქსიმალურად ღიები ხო ნიკა მერი ხარ გეგეგმა უნდა შეიცვალოს მიდგომაც უნდა შეიცვალოს 3 წლიანი 5 წლიანი გათვლები უნდა გაკეთდეს პირველი რიგის რა არის მე ჩვენ საკანალიზაციო პრობლემა გვაქვს მე მეც კეთვი უარეს კეთვი ნიკა ახლა არ ვიცი გაინტერესებს თუ არა არ აწყობს ამ თბილწყალკანას რომ ყველას ქონდეს მრიცხველი რაღაცაშია საქმე მე ახლა რაღაცა იდიოტური კანონი შემოიღეს. აი ეს პარლამენტი ხო იმასავით და უნამუსოკალივით და ყველაფერს თავაზობს. იმათო არა, იცი რა საზღვრება გაგა, არ იცი შენეთყობა ელენე ძველ სახლში ცხოვრობ. ყველა იმას კორპუსს დაავალეს რომ ნასოსები თქვენ დააყენეთ 12-დან 18000-მდე ჯდება. რომ წყალი ბოლომდე ავიდეს წელებით. ნუ ბარბაროსობა ეს აიცი აი რატო აიკიდა იმას სახელმწიფომ ეს თვითი ეს თვითწყალკანალის საქმე იყო ეს ვოტერ კომპანია რო არის შემოგტენეს ჩვენ ყველაფერს გვტენის ჩვენ მოსახლეობას იცი ჩაგრავენ რა არანორმალური მე ძალიან ამის მიღაც მინდა თქვა ძალიან ბევრი სხვა პრობლემები გვარდება რომელიც პირდაპირ არ არის ფუნქციურად დაკავშირებული დედაქალაქის მერიასთან და მაგალითად აი ელენე ხუშტარია არის დედაქალაქის მერიაში წარმოვიდგინეთ და აი დაურეკეს ლოტკინით ამართა გეუბნებით ოჯახმა რომელსაც უკანონოდ მოექცია და მის შვილს ჩაუდეს ნარკოტიკი. ანია რა დაახლოებით ხო ხდება ეხლა წარმოგიდგენიათ ანუ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი პირდაპირ ფუნქცია არ არის ხო რომ რეაგირება მოვახდინოთ მსგავს დანაშაულებებზე იმიტომ რომ ეხლა ნორმალურ ქვეყანაში ამაზე პასუხისმგებელი არის სხვა სისტემა ხო სამართალდამცავი მაგრამ ვიცით რომ არ არის წარმოგიდგენიათ ეხლა 20 წუთში რომ ელენე იქ გაჩნდება ადამიანს აქ ტრიბუნა არა უკვე როგორც ოპოზიციონერს არამედ როგორც უკვე ხელისუფალს მეტიც მე მგონი აქამდე საქმე არც მივა იმიტომ რომ როდესაც ამ ეგრეთ წოდებულ ოპერ მუშაკებს ეცოდინება რომ ასეთ შემთხვევაში ჩაგრულ ადამიანს მისასვლელი გაუჩნდა ერთადერთი რაღაცა ლეგიტიმური ინსტიტუტი შემორჩენილი არის ისა დინო ლომჯარიას სახალხო დამცველი და რა დღეში აგდება მაგრამ ერთ ადამიანმა რა გააკეთა ნიკა შენ ვიცი რომ ლონდონში სწავლობდი თელსოპლიოში არის მუნიციპალური პოლიცია წესით
ქალაქს თავისი პოლიცია ყავს. ჩვენთან აი საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს რა. კი, ყველაფერი ცეცხლია. არავინ არ იცის სოფლიოში შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებობს თუ არა ამერიკაში. ირჩევენ პოლიციელებს, ირჩევენ მოსამართლეებს. ხან ფაქტიურად მოგიწევთ აი გადახნათ მთელი კონსტიტუცია. ჩვენ კი გვიჭირს, მოდი ვაღიაროთ აი თქვენს მეც ჯერ კიდევ მიჭირს, გვიჭირს მეტნაკლებად შეგუება იმ ახალ მოცემულობასთან. რომ ეს არის ასე ვერ შევძლებთ რა თქმა უნდა ამის თქო კი ამი დაშვება უკვე იმისა რომ ბალანსი არსებობს სახელმწიფო შტოებს შორის და თუნდაც თვითმმართველობაში სხვა გუნდია წარმოდგენილი კოალიციური და მაგალითად ცენტრალურ ხელისუფლებაში სხვა ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში თვითმმართველობის დონეზე სხვა არის ახლა ხო წარმოგიდგენთ რა მართლა საინტერესოა მედიის წარმოადგენელი ეს შესაძლებელია რა ხა ჰორიზონტალური ძალაუფლება უნდა აღდგეს და ხა სულ ვიძახი ხოლმე იცი ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი ეს იყო იცი ევროპა ჩვენ რატომღაც გონია რომ ყველაფერი უნდა მოიგოს ერთხელ ეგ არის და ინდივიდუალიზმი და საკუთრების რეალური თვითმმართველობა იყოს და 100-ჯერ უფრო გაძლიერდება მოსაკრებლის უფლება გვექნება, იცი? ჩვენ თუ მივახცევთ რომ მუნიციპალიტეტს ძალა ჰქონდეს, მოსაკრებელი და ამისი კომპეტენცია აქვს დედაქალაქის მერეს, ახლა საკუთარი შემოსავლები აქვს, მაგრამ წირი ძალიან ცოტაა, ჩვენზე არის დამოკიდებული სწორად გადადგმული ნაბიჯების შემთხვევაში დედაქალაქის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ახლა გუნდში მართლაც ყავდეს ისეთი ადამიანი ჩვენ კოლეგა მეგობარი უკვე ხა ადამიანი რომელმაც მართლა 10000-მდე სამუშაო ადგილი შექმნა რაც იცის მართლა მაგრად იცის ინვესტიციების მოზიდვა ხო მამულა ხაზარაძე აი მარტო მის ხათარსებული კონტაქტები სოფლიოს გარშემო მე დარწმუნებული იქნება კაპიტალიზირებული ძალიან კარგი ახლა უცბად გამახსენდა იცით ან დროც მიდის ელენე ემოციური ქალი ხარ და მე თუ ვკითხავ მართლაზე მართალი ქალი ხარ ქართულ პოლიტიკაში დღეს შემცხვა იცი აეროპორტზე წავიკითხე რომ შოთა რუსთაველის სახელობის თუ იცი სირცხვილია აი ეს ადამიანი ძეგს უდგამდა მეგობრობას და მეგობრობა თავზე დაგვახიეს გორდოს რო არ შემოიყვან სახალხო დავცას უკრაინისა 40 მილიონიანი ქვეყნისას აი მესაზღვრესაც იქნება შესაძლებელია სუსის ისუდა და აი თუნდაც ეს ხოხტარი მოდა ელენე ხოშტარია მაგალითად ან ჩვენ ვართ დედაქალაქის მერიაში ნუ რატომ დაჭირდებოდა კოსტავოს ქუჩიდან იქამდე ჩასვლა ის მესაზღვრეს ვერ გაბედავდა მეწუნეთ ანუ ელენ ხო საშინელება მოხდა არა ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემაა კიდევ ვიდრე რეაქცია მოესწრო ამ ყველაფერს ნუ წარმოიდგინეთ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ ყველას. ჩვენ ქვეყანაში ყველა ვართ შეთანხმებულები, რომ გორდონი არის ამ ქვეყნის მეგობარი, იმიტომ რომ გორდონი იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არის თავისუფალი სალავიოს და ის სალავიოს ებძვის პუტინს იცავს ჩვენი ინტერესებს. ვიღაცა თავხედი კობახიძე იქნება ეს თუ ვიღაცა იძახის აი მე იმიტომ რომ გასაღები მაქვს ეხა ამ საზღვრისო მე ხლა ამ საზღვრს გადავკეტავ და არ შემოვშოთ ეს არის მიტაცება ჩვენი ღირსების ვის გაუბედეს რომ ეს კაცი არ შემო მართლა გეუბნები ჰიმნი არის ვეფხის თავს არის მეგობრობის ჰიმნი და იქ დაიმარხა ის რატო არ ხოხტებით სად ვართ ადამიანთან ეხა ჩამოვიდა მეგობროს მიხეილ სააკაშვილთან ეს ეხა ცალკე მძიმე საკითხია ჯერ სააკაშვილთან როგორ იქცევიან როგორ იქცევიან რა მოუქოლეს ყველა აი ადამიანური თვალ რა მოუქოლეს 555 ადამიანი წელიწადში დაახლოებით კლინიკაში გადაყავთ ყოველწელს კახიშვილი მაშინ მადლობა უთხარი მე კახის ოპოზიციაში ვიყავი პარლამენტში მოვიდა და თავს იწონებდა რომ აიო კლინიკებთან დავდეთო კონტრაქტებიო და გადაყვავსო პატიმრებიო კლინიკებში და სააკაშვილამდე რომ მივიდა გამოდიან ამ აქციაზე და ღვარძლით აწონებენ ხალხს თავს. პატიმრობაში მყოფ ადამიანზე რო იტყვე რომ აბა გამოიხედეო. და მოშიმშილე. აი წარმოუდგენელია. ეს იმ ხალხზე არ არის, ამაზე დგას ეს ხელისუფლება. იდგნე. ამაზე დგას. დამიჯერე ხა რომს დაუშვას კატასტროფა მოხდეს შაბათსა თუ კვირას არჩევნები. მორალურად უკვე მოგებულები ვარ. თქვენ პროდუქტი დადებით, იცი, ერთად მივხედოთ ქვეყანას. უკვე მოგებულები ხართ, ელენე პატიოსნად გევნები. აი 30 წელია უყურებ ყველაფერს, ხო? ძლივს მივახციეთ მრავალ პარტიულ კონსენსუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს. თქვენ ვერც წარმოიდგეთ, იქა რა გარღვევა გააკეთეთ. ნამდვილად სასიამოვნოა უკვე ვარ. 180.000 მერია რო უპატრონებს ყოველ დღეს იცი რა გარღვევა. 180.000 ბავშვი
37,000 ბავშვი კერძო სკოლაში წლებისთვის. ეხლა ვიცი რომ თქვენ მაყურებელს სტატისტიკა კი, ხო, რო არ მოგვედავთ, მაგრამ კიდე მინდა აი მიშასა დააკავშირებით თქვა, ეხლა მეც ხო ვიჯექი ციხეში და ვიცი, ეხლა მოყოლით არა, მქონდა უფლება მქონდა თვის განმავლობაში 45 წუთის განმავლობაში სატელეფონო ზარების განხორციელების. ვალდებული იყო ციხის ადმინისტრაცია. არ გაძლევდა. არა, მე კი ვრეკა არა, მე მაძლევდნენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის აკრძალულია, ეხლა მართლაც აი ესეც გაგვიჯერდა, ეხლა მეც ვიჭერ ჩემ თავში რომ იმდენი დანაშაულებრივი ნაბიჯები იდგება ხელისუფლების მხრიდან, რომ ერთმანეთს ფარავს და გავიწდება, ესე იგი ახსენებენ რომ ამოუქოლეს ფანჯრები, ხო? ფანჯარას ვერ აღებს ადამიანი, ფანჯარას. ესე იგი, ამის გარდა ტელეფონით არ არეკებს და თავარი სამართლიანი თვითქოს, ну, სადაც სასამართლოს პროცესს არ ნიშნავენ. იგა, სუსი რო ანუ როგორც უნდათ ისე იქცევიან, რატო იქცევიან? იმიტომ რომ ერთპარტიული მმართველობაა. აი ადამიანებს, ძვირფას მეგობრებს, მაყურებელს მინდა მივმართო, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული ან ჩვენ სასარგებლოდ ან საერთოდ არჩევნებზე წასვლის სასარგებლოდ, ხო? აქ საქმე იმაში არ არის ჩვენ მოგწონ ვართ, არ მოგწონ ვართ, მაინდა-მაინც, ხო? უბრალოდ უნდა დავფიქრდეთ გვინდა ერთპარტიული, ერთი ფერის მმართველობა თუ გვინდა კარგი გაგებით ეკლექტური მმართველობა, სადაც სწორი გადაწყვეტილებები კამათი იბადება და თქვენ ოჯახამდეც არ მოვა ჩაგრულის, ასე ვთქვათ, ხმა და ხელი და გამომქომაგების ადამიანი ვერ იპოვეთ. ვერ გამომიქომაგებად ვერავენ. ბატონო დავით, ძალიან დიდი პრობლემაა თქვენ ამას. ყველად გაურბივართ რა ჩვენ. არა, არ უნდა გავაქცეთ. კომაგი ადამიანი, როდესაც დღეს ქვეყანაში ნინო ლომჯარიას გარდა არ არსებობს. არ არის იურიდიული ინსტიტუტი. რაც არ უნდა დამჩაგროთ ეხლა თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტის ერთად წამომადგენლობა, მე ვერს ვიცი აზრი ვიჩაგრავ თავს ძალით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, არ გიწევს წინააღმდეგობას, იმიტომ რომ ან თუ არ ყოფნის გამბედაობა რომ ტელევიზიაში მოვიდე თქვენთან ან სხვა ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში ან ნინო ლომჯარიასთან ან ოპოზიციასთან მოჩეკათავდა აღარც არსებობს. არა ეს არის ჯოჯოხეთი. ეხლა მე ადამიანურად გეუბნები სუსმა რო ჩაიწერა ეს მადამ წოლუკიანისა და იმ კაკაბაძეს საუბარი და მიშაო ის არისო დისკუსიებში ყველას მოუგებსო პანიკური შიში აქვს ამ კაცისა და კანონს გადადიან. მართა კანონს გადადიან, არა აქვს უფლება. მიშა უკვე არის ავადყოფი. ავადყოფნა არის, როდესაც მშიერი კაცი სასოწარკვეთილი განწყობით არის. მასებს რუნვა სახელმწიფოს კი არა, საერთოდ საზოგადოების რატო ბედავენ ამას? ეშინიათ, ნიკა, ეშინია გასაგებია, მაგრამ არჩევნებამდე, აი, ყველაფერს გააკეთებენ, რომ განგები და პროვოცირებას ვახდენ ამ დიალოგის რა, სხვა კუთხით და თვალსაზრისით დავანახო სურათი მაყურებლებს. დღეს რო დედაქალაქის მერიაში მრავალფეროვანი მმართველობა არსებობდეს, აი ჩვენ რომ ვიყოთ ხა დედაქალაქის მთავრობაში, ვერ გაბედავდნენ ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ იმხელა ბერკეტი გავს იმხელა ძალა გაქვს უკვე მილიონ ნახევრიანმა ქალაქმა შენ თუ აგირჩია ხა ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე გუნდი ხო ვერც ოცნების მიმართ მე პირდაპირ წინასწარ ვერც ერთი ოცნების აი წულუკიანი ხო ერთ-ერთი ყველაზე ბოღმით სავსე ერთი უფლება რო დაირღვეს წულუკიანი ზუსტად ესე გადავეფარები როგორც გადავეფარებოდი ყველას იმიტომ რომ არ შეიძლება როგორც ჩარჩენილები არიან საბჭოთა კავშირში საბჭოთა კავშირია ქართული ოცნება. ბატონო დავით, სხვა რაღაცა სიმართლე უთხრა, საბჭოთა კავშირი დიდ და დაკარაფიშოვაში აღარ არის ჩემის აზრით. უბრალოდ ერთმანეთის ტყავს უხდებიან და პირველ რიგში საკუთარ ტყავს, იმიტომ რომ იმ ქმედებებმა, რომელიც მათ ჩაიდინეს, შეჭამეს მორალურად დანადგურებული არიან და გასულები არიან და უთხრდებიან სხვა გზა არ აქვს. მართაც არ აქვს სხვა გზა და უბრალოდ შეცდომაში ჯიუტდებიან. თორე ეხლა თქვა, აბა მოგესმინათ ხალხური წულუკიანისთვის 2012 წლამდე, 2011 წელს. სხვანაირად საუბრობ და შეშედარჩეს მაშინაც ავიდე და კაცი იყო, მაგე. არ მინდა ახლა მაგას საუბარი, მე მართა მახარებს, ახლა ნუ კლასიკა არის, მე მგონი ყველა განათლებული კი არა წესიერი ადამიანი რომანტიზმით რო არ განეწყოს ადიობა სამ მუშკეტერზე. მოდი ესე ვთქვათ რა, სამი მუშკეტერი არსებობს, ელენე არის, გირჩი ჯაფარიძე არის, მამუკა ხაზარაძე და შეხარ დარტარიანი. ირაკლი აბასაძე. არა, ირაკლი ინტელექტუალი არის, მაგრამ ნუ მაინც ჭრილში იდგა ეს ხანი, ბოლო ხანები მე თითქმის არ ვინახე არცად, მაგრამ იჩერი ბიჭია, კარგი იურისტია, ვაღიარებ მაგას, მაგრამ მე მთავარს გეუბნები
აი ეს რა ქვია, ახლა ჭკვიანი მტერი რო ყავდეთ, რიშელიესავეთ. ღირდა იცი, სეირის ყურება რომ მოუკვდით, მაგრამ არ არია ჭკვიანები, ბოთეს ბუკეტები და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი აი გაათმაგდება. მალევე ერთ დღეში ბატონო და ერთ დღეში მე აღთოვანებული ვარ, ნუ თქვენი იდეით და შეიძლება ემოციები ბევრს მალაპარაკებს. თორე ასფალტის დაგებას მეც მომეთ წყალსაწვეთი რაღაცა მილების დამონტაჟება და ასე შემდეგ ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება დღეს ძალიან ბევრმა ისწავლა. ძალიან ბევრმა. სულ რო აყავდეს ახლა დედაქალაქს მერი, იქ კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ თავის კეთილმოწყობის სამსახურში, აი ადამიანები გააკეთებენ ამ ყველაფერს. გასაგებია მეგა პროექტების განხორციელებაში და პოლიტიკური ნებაში, მაგრამ დღეს ისი საჭიროებაც არის, ამასაც ვპასუხობთ. პოლიტიკური გუნდი მრავალფეროვნებით მოვდივართ ხელისუფლებაში დედაქალაქის დონეზე და ავტომატურად გვერდითი დადებითი ეფექტი იმდენი იარსებებს, რამდენსაც ახლა მე თქვენს ეთერში შეიძლება მომდენ 2 საათის განმავლობაში ნიკა მათაგევნები ოპტიმიზმის დიდი ენერგია შემოიტანეთ აი ამ ბოლო დღეებში. აი მართა მიხაროდა, იცი? იმაში რა ქვია ეს საგამოფენოს იმაში რომ არ იცოდით რომ მოულოდნელობა იყო ხო თქვენთვის? თავიშოყე ბიჭო, თქვენ მემარცხენეები გახდით და ცხოვრებამ გაგვა მემარცხენევა ყველანი და მე მიხარია რომ შენი იდეა არის ესა. ძალიან გამიხარდა რომ მამუკაც პოზიტიურად შეხვდა ამასა ელენეცა თავი ზურაგირჩი ლიბერალიზმის დროშა და ისეჭირა ხელში და კარგია. დღეს დაქცეულია და დამშეულია ხალხია. ამათ პატრონობა უნდა და თქვენ იძახით რომ ამით ვიწყებთ. იქეთ მხარეს არავინ არაფერს არ იძახის. ვაუჩერებს დაგირიგებთ. რა იქით ახალ ბატონო დავით ეს დღეს უცხოელთან ქონდა ევროპარლამენტარებთან ქონდა შეხვედრა და რიტორიკული შეკითხვა დაუსვი და მე ვუპასუხე თუ სადმე მართლაც შეიძლება მე გამოვჩა თუ სადმე გინახავთ რომ ტრადიციულად განზომადად ხელისუფლება აწყობდეს აქციებს ოპოზიციის წინააღმდეგ, ხო პირველ შემთხვევაში არ იყო. ესეც სიახლეა ქართული პოლიტიკის. იკა, შენ არ ვიცი სად იყავი? მე აღმოჩნდი მანქანით. რაც მე ელენე ნახე ის ქალბატონი წულგერის ხმამესმოდა. ვიხავი იმასთან რა. კულტურის სამინისტროსთან ხვაისმოდა და ჯარი ჩამოდიოდა პუშკინის ქუჩაზე იცი ქაქცევაზე იყვნენ თავი გაიბაძეს გუჩი რა ვიცი ჯადაბა მაგათას მაგენი წასვლელები არიან და მე მართა გირჩევთ ხალხო გულწრფელი ვარ დამერწმუნეთ ძალიან დიდი კომაგი ვარ ქალაქისა სანამდის ჩვენთან რეალურად აი სხვადასხვა ძალების კონსენსუსი არ იქნება ყოველთვის ჭაობში ვიქნები და ეს 20 წელი ჭაობში ვარ არ შეიძლება იცი უნდა დამთავრდეს 20 კი არა ბოდიში 30 წელი ერთი კაცის იმაზე უკრავდი და ცეკვავდი და იცი რა არის აი თუნდაც ახლა აი რო უკვირდები პრინციპში სადაო არის მაგრამ პლეხანოვი რო გააკეთა იცი ენერგია ჩაიდო ჭამაც არაფერი არ დაწეს არაფერი არ დაწეს და შესაძლოა მოტივაცია იყო დინამიკა იგუში აი სულ რო უბრალოდ არაფერი არ დაეშავებიოთ ამ წლების განმავლობაში სულ დაუშვა ცვლილებები დრო და დრო ხო საჭიროა გეთახმები რა თან რა არის იცი რამდენიმე ძალა რო დადექით ერთად უკვე მოგებული გავთ რა ელენე მართა ბოლოს სიტყვას გითხოვ შენ და დამიჭერე რო არის საუკნა რას მე ბაროს ამოთხოვო დაგიჭენ სულ მეკითხა ვის არის ბაბა რეკლამა თუ გადასწრა ორჯერ მეტი უნდა გაუშვა მე ელენე რას უსურვებდი ერთადერთ მიმართა რომ დაიჯერონ რომ ქვეყანაში ცვლილებები არის მათ ხელში და მოვიდნენ არჩევნებს ეგ არის ყველაზე მთავარი იმიტომ რომ დღეს ვიღაცები არ მოდიან არჩევნებზე, იმიტომ რომ ვიღაცამ დაგვაჯერო აზრი არ აქვს, რა აზრი აქვს. თითო ხმა, რომელსაც ჯერა ცვლილების, ეს არის გადამწყვეტი და ეს არის მთავარი იარაღი ჩვენ მოქალაქეების ხელში. იკა რას მიმართავდი შენ? ავი იგივეს ვიტყოდი, ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვათ, ხედავთ სამწუხაროდ თუ ჩვენს ვიხარშებით ამ გამორულ ქვაბში, სადაც ჩვენც ვართ ქართული ოცნების ლიდერებთან ერთად და ხედავთ ვაყურდებით რას აკეთებენ, ჩავარდნილები არიან ღრმა მტკივნეულ ორმოში და ამ ორმოს თხრიან შესაბამისად ეს ორმო უფრო ღრმავდება და ჩვენც იქვე ვართ. ამიტომ ამ მდგომარეობას ჭირდება მხოლოდ ცვლილებები, ეს არის გამოსავალი ერთადერთი და ამის უზრუნველყოფისთვის საჭიროა ძალიან ბევრი, როგორც ზეიმზე, ისე მივიდეთ ორ დღეში დედაქალაქში და არა მხოლოდ დედაქალაქში, ყველა
იმ ქალაქში სადაც არის მეორე ტურის არჩევნები. ეკა რაღაცა სპეციფიკური. თავარი რისკის განეიტრალებას მოახდინოს რა. გამარჯვებისთანავე ხო ძალიან მაწუხებს და ვიცი ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ეს ვინც არ არის არც ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი არც მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერი და არც იქნება როგორც ასეთი შესაძლებელია მომავალშიც უბრალოდ დღეს საღათ აფასებს ვითარებას და თანაუგზნობს და ხედავთ რომ ეს ადამიანი მართლაც ანუ სამსხვერპლოზე არის და ყოველი საათი არის უდიდესი რისკის მატარებელი და გამარჯვებაც უკვე გულისხმობს ამ რისკის მინიმიზებას დარწმუნებული ვარ გამარჯვებისთანავე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას ამაში მე დარწმუნებული ვარ რომ სხვა გვარად მე უბრალოდ არ მჯერა და ხედავ რომ ეს ადამიანი ბოლომდე აპირებს თავის გაწევას იმიტომ რომ ღირსების საკითხია ეხა თავმოყარეობის საკითხია და მე ვფიქრობ რომ ყველანი თავხდებით რომ მურუსიძეს და ღარიბაშვილის გასასამართლებელი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ყავს. ამიტომ ეს დატვირთვაც აქვს 30 ოქტომბერს ყველაფერთან ერთად. ეთახვები ძალიან ბევრი თემებია, მინდოდა იცი ძალიან ბევრი მესაურე ერთ წინადადებას გეტყვია. ის იმდენი ფული ჩაიხარა ამ მადათოვის კონსულის არესტავრაციო და ჩვენ მონმარტი მაინც არ უნახიათ აი სენას როგორ უვლის საფრანგეთი. შეყვარებული დიდადია სენაზე. იმაში რა ქვია ტემზაზე, ტემზა ისეთი გასაფრთხილებულია. ისეთი ლამაზია, იცი, ლონდონის დინარე არის რაღაც ახლა მე ის მაშინ წავიკითხე ამ იმისი ლილოს პროექტი, ტყვარი შესაძლებელია. არ ვიცი აი რომელიმე იმითავეთ ეს იდეა ტყვარი უნდა იყოს ყველასათვის ახლობელი და გაუწყობა მოხდა. ბევრი რაღაცაები გაქვს გასაკეთებელი და მე ვფიქრობ რომ ალბათ ღამების გათენება მოგიწევთ ამ იმაში რა ქვია მერიის შტაბში და შტაბი უნდა გახდეს იცი საქართველოს შეცვლის მოდელი თქვენ უნდა დაიწყოთ თბილისმა. დარწმუნებული ვარ მამაშელი არ ჩამოგშება და გაგისრებთ კიდევაც მართამჯერა იცი ეს ელენე გულწრფელად გეუბნები ფოთი მიყვარს გიждები ისე აი თუ უგულავარ ამას გააკეთებს აი მართა გეუბნები ძეგს დაუდგამთ მაგაც იმასავით რა ქვია ნიკო ნიკოლაძესავით თავხდებით ცვლილება უჭირდება ერთი ეს არის თავი უჭირდება და რა ღმერთის ნება რომ ამდენ ქალაქში საინტერესო ტიპები გამოჩნდნენ რა იმაში გეთანხმებით რომ შეუცვლელი პროცესი უკვე დაწყებულია როდესაც ადამიანები მიუხედავად რეპრესიებისა საკუთარ თავებში ძალას პოულობენ და მოქმედი პოლიციელები თანამდებობას ტოვებენ. თანამდებობის პროტესტის ნიშნად. ეხლა ძალიან მიამიტები უნდა ვიყოთ, რომ არ შევიმჩნიოთ რა პროცესს ვაკვირდებით ჩვენ. ინგრევა ძველი იწყება ახალი და მახარებს ნიკა მართა მიხარიხად დათო კირკიტაძე თუ რუსთავი შეცვალა ფანტასტიკური შედეგი გვექნება ეს იყო აი აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ქართული ქალაქი და განახევრებულია მოსახლეობისგან. მაგის თუ იქ რეფორმებს ჩაატარებს, როგორც თქვენ აკავშირებთ, საქართველოს შეიძლება და ისურვებთ ამას. მე ესა მადუბელი არ შეიძლება ეხლა რუსთავი ახსენეთ და მართლაც დამამცირებელი შეთავაზება შემდეგ რა ჩვენ ინიციატივებით გამოვედით გუნდში შეჯერებული დათო კირკიტაძეს ოპონენტი ქალბატონი გამოვიდა და რუსთაველებს დაპირდა ლიფტის სახში უფასოდ ასვლას. 5 თეთრია, 5 თეთრი. ვიცი. აი ვერ, ავიც, სხვა ჩვენ. ბატონო და ვიყვარხართ რა. მეც ვიყვარხარ და მართა გეუბნები ნიკა, იმიტომ რომ მე იმაში დიდხანს ჯანმრთელად იყავი. ჯანმრთელობა იქნება თუ კი ქალაქი შეიძლება. ბატონში დადიხართ? ერთი თვენახევარია ვერ წავედი და პარასკევს მიდის შაბათ-კვირას შეიძლება ვარჯიშობს არა კადრო აბატარები იკავრი ჰავა კანაში და დავდივარ მაგ იკავრი ჰავა მამაშელის იდეა იყო მამაშენმა შეიცვალა ცხოვრება ყოველ შემთხვევაში ნიკა მართა სხვათა შორის იცი რა არის სერიოზულად უნდა მოიძებნოს აი 3-5 კილომეტრიანი საველოსიპედო გზές მანქანების იმასთან რომ იხაზება იდიოტობაა რა. ლონდონში რეზინის ისენია დაგებული იცი. ფეხიცასიარულოთ ველოსიპედიც ყველაფერი. აი მე გასაკეთებელი ნიკუშა ღმერთმა ქნას რომ გაუძლო და რაღაცა აი 4 წლის თავზე რაღაცა დიდი ცვლილებები შეიტანოთ დედაქალაქში და ისტორიაში ახალ იცოდე.
სამი მუშკეტერი და აგეთ დარტანიანი აპირებთ რომ ისტორიული დღეა ნამდვილად დავიკապიცოთ გაჯეცი ციხესა და დარწმუნებული ვარ რომ გამარჯვება თქვენსკენაა. მადლობა. ხარით რომ ჩასწავლები ხარ. გემშვიდობებით ხალხო და 10 ნახევარზე ბარიერში ტრადიციულ თემებზე იქნება საუბარი. ზურა ჯაფარიძე იქვეფ და ირაკლი აბესაძე. კი ბატონო, მოიწვე კაცო ბეფარ არა, არიან გადაცემის სტუმრები. იქ ნინო საუიმე. მე ვიფიქრე ხვალინდაზე თავაზობ. ძალიან მინდა კიდევ ერთხელ გიფიქსირეთ, მამუკა, მინდა რომ ჩემი სტუმარი გახდე რა. აი შენი შესაძლოა აი ამ სულ გაწერილი აქვს არა, ვერ მოდის უფრო. ვერ მოდის იმდენი შეხვედრები აქვს და მართა ხალხო ყველა მიცოდეთ რა, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი აი ამ ბიჭების და გოგოების მოსვლით. გადავწევთ მადლობას. გადაეცით. მადლობა, კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის.